გამოცხვა workshop-ის ახალი content line-ის მორიგი ეპიზოდი, სადაც კონკრეტული პროფესიის ადამიანებს ვაცნობთ თავიანთ სამუშაო გარემოში. დღეს გავიცნობთ ახალგაზრდა მეწარმეს, ორი კვების ობიექტის თანადამფუძნებელს, ნიკა ჭრელაშვილს, ხოლო თავისი ობიექტებია Potato Factory და La Focacceria. მივიდეთ, გავიცნოთ, ნახოთ, რას აკეთებს ნიკა დღის განმავლობაში. ვაუ, რა გემრიელობებია რა არის, აბა. აბა ვნახოთ ერთი. ას მოგვიყვებიან. გამარჯობა. კარგად, თავად როგორ ახარ? კარგად. აბა. დიდი ხანია მოკლედ. გვინდოდა თქვენთან სტუმრობა რა, ბევრი ხსმენია და როგორც იქნა მოვედით რა. პირდაპირ საქმეზე რო გადავიდეთ, ტრადიციული კითხვა გვაქვს ეგეთი რა, ჩვენ ზოგადად რა. ცოტა ბავშვობაში დავბრუნდეთ ეხლა და ოდი გითხარი შენ, რა გინდოდა ბავშვობაში რო გამოსულიყავი რა? ცოტა ესეთი რთული კითხვაა, იმიტომ რომ ბავშვობაში ყოველ ერთ კვირაში ალბათ ჩემს ეს ხასიათზე რაც პატარაობიდან მქონდა, იმაზე ძალიან ისეთი ფაქტორი იყო, რომ ყოველ კვირა სხვადასხვა რაღაცა მინდოდა რომ გამეკეთებინა რა. რაღაცას რო დავიწყებდი, იმდენად დეტალურად მიყვარდა ამ ყველაფრის სწავლა, შესწავლა, რომ მარტივად გამომდიოდა და ეს მარტივად რო გამომდიოდა, მე უკვე ბეზდებოდა რა. ეგეთი ხასიათი მქონდა პატარაობიდან. შემოქმედებითი ხალხის ის არის მე მგონი ექსენი რა. კი. სადღაც ის ცალკე საუბრებში ახსენე რომ არტისტი ვარ რომ მაინც და. ხო, ვცდილობ, უფრო ჰობის არტისტობა ჩემთვის, რავი, ცოტა ესე მაინდა-მაინც პროფესია არ არის რა. ჩემი ცხოვრების სტილი არის უფრო ესეთი არტისტული და უბრალოდ ყველა არტისტს შეუძლია რომ რაღაცა დააფასოს რა, რაღაცა არტი დააფასოს და ვისაც შეუძლია რომ ეს დააფასოს, ის არტისტია რა. კი, გეთანხმები მაგათ. მოკლედ ეხლა მოგვიყავი დღეს რა შევიდა, ვინ ხარ და როგორ ახარ და ნიკა ჭრელაშვილი ხარ და იცი და დანარჩენი აბა შენ როგორ წარადგენი შენ თავს რა? დღეს ვარ სეულ სტუდენტი. კარგი. ანუ ჯერ არ დაგიმთავრებია და სტუდენტი ხარ. იცი როგორი ამბავია, უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვისწავლე 3 წლის განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება. ესეც იმიტომ რომ ბიზნესი უფრო მინდოდა რომ შემესწავლა კონკრეტულად როგორ მუშაობს მთლიანი მსოფლიო რა. ანუ ეს არა მარტო ჩემი აზრით ქონოდა, კონკრეტულად სფეროს შევხედოდი და მათემატიკურად, ბუღალტერია, ყველაფერი როგორ მუშაობს, ჩემი თვალით მენახა. დიდად რომ გითხრა რომ უნივერსიტეტმა მომცადქო ეს ცოდნა თქო, უნდა მოვიტყო რა, რადგან დავდიოდი კი რაღაცა რასაც გვასწავლიდნენ, დავდიოდი თეორიულ ნაწილს, მაგრამ სანამ მე თვითონ რაღაცა არ გამოძრავდი და კონკრეტულად ჩემ თვალწინ რაც დამხვდა, იმასთან შეხება მქონდა, ვერანაირი გამოცდილებაც და ვერაფერი დიდი ესე შესამჩნევი ვერ მივიღე. ანუ მაგის პრაქტიკაზე დაყრდნობით სწავლობ რაღაცებს მაგის თქმა გინდა. ამიტომაც მივედი იმ აზრამდე, რომ 1 წლის განმავლობაში აკადემიური წელი უნდა ამეღო და ჩემი საქმით დამეწყო, მემუშავა რა. გამომივიდა ეს ყველაფერი, რამოდენიმე კომპანიაში ვიმუშავე, მარკეტინგის მენეჯერად, სოციალური მარკეტინგის მენეჯერად და ძალიან ბევრი სფეროს, აი ტატუების გაკეთება ვცადე, პატარა სტუდია გავაკეთე, ძალიან ბევრ სფეროს შევეხედა, საბოლოო ჯამში ახლა იქამდე მივედი, რაც ყველა ადამიანს გვიყვარს, ხო, ყველას გვიყვარს ჭამა და კონკრეტულად იდეა ამის იქიდან წამოვიდა, რომ მეგობრები ვიყავით და რა გავაკეთოთ, რა გავაკეთოთ. მაგაზეც ხო ეგ თქვათ რა, თან ის რო იყოს, რა ქვია. რატომ აინდა მაინც კვების სფერო, რამე გამოცდილება ქონდა მანამდე თუ არა და იდეაში ახლა მე ესეთ პარალელს გავავლებდი, რომ ბიზნეს ადმინისტრირებაზე ისწავლე, ალბათ ბიზნეს ადმინისტრირებაზე ყველაზე კარგს რასაც იღებ არის, რომ დაფიქრდე იმაზე, რომ საკუთარი რაღაც მეწარმის გზით წახვიდე რა საბოლოო ჯამში და საკუთარი ბიზნესი ქონდეს, რაც საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყე რა და ეგ მაინტერესებს, რატომ მაინდა-მაინც კვების სფერო, ეს ერთი და ბარემ მოვაყოლე ეს ორი მიმართულება, რაც გაქვს ახლა ეს Potato Factory და La Focacceria, ხო? ეგ ორი რატო აირჩი?
და რომელი რა არის მაგაზე შეგვიძლია თან თქვა რა. საბოლოო ჯამში შენთუნაც ახსენე რომ რატომ გადაწყვიტეო მეწარმეობაო რა. კონკრეტულად მეწარმეობის მიმართ მე ინტერესი გამაჩნდა თქო რო გითხრა, ესეც უნდა მოვიტყუო, უბრალოდ მინდოდა რაღაც დამეწყო, რაც ჩემს, დროს დაიკავებდა, მე სიამოვნებოდა თვითონ რომ მეკეთებინა, არ იყო ეს კონკრეტულად მეწარმეობა მაინდა-მაინც, მაგრამ როგორც წეგან ვამბობდი, მივედით იმ აზრამდე, რომ ერთი რაღაცა რაც ყველას გვიყვარს, ეს არის ჭამა და ესე უბრალოდ მეგობრებთან ერთად ვიფიქრეთ, რომ რა გავაკეთებინა და TikTok-ზე და სხვათა შორის სხვა პლატფორმებზე ხდებოდა ხოლმე ესეთი fast food რესტორნების იდეები, კონკრეტულად იქაური experience-ი როგორ გქონდათ ხალხს და ყოველთვის მინდოდა გამესინჯა ეს კონკრეტული პროდუქტი რა, სპაცი, რაც გვაქვს კარტოფილის ქარხანაში. და მოდი რა ყოველთვის მიყვარდა. წარმოშობით საიდან არის იდეა შეგა? არის მექსიკურია თუ მეშლება მე? გაერთიანებული ქვეყნების ალბათ ამერიკული სტრიტ ფუდის ამერიკული არ არის, ისე ლონდონიდან არის რა, კაროჩე. გაერთიანებული სამეფოებიდან არის, ყოველ შემთხვევაში ის კონკრეტული კომპანია მე რომელიც ვნახე და მხვდებოდა, იქიდან არის და ეხლა როდესაც უკვე პრაქტიკაში ვნახე, გაგონილი არ მქონდა რომ საქართველოში იყო ეგეთი რაღაცა. თურმე ყოფილა ადრე, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო დაიხურა. და გადავწყვიტეთ რომ გაგვიკეთებინა. სახში ავდექი, გავაკეთე, ძალიან გემრიელი იყო. კი, მე თვითონ სადე და ისე მოგვეწონა, რომ ალბათ ერთი კვირა არ იყო გასული, უკვე დათვლილი გქონდა რა როგორ უნდა გავკეთებინა, ასე თქვათ მიზანი დაწერილი გქონდა რა უკვე გეგმა. შევუდექით და სიმართლეს გითხრა, ცოტა გაგვეწელა, იმიტომ რომ არა უშავს რა, პირველი მიზანი თეორიულად რო უყურებდით ამ ყველაფერს, რომ აი ეს რო გავთვალეთ, რომ აი ეს ამდენი რეს და ეს ამდენი საიდან და ეს მოკლედ ყველაფერი რო გავთვალეთ, მე მივედით ხო რეალობასთან, რომ თურმე ის კი არ არის, რომ ანუ ამას შეუკვეთავ შენ და უბრალოდ მოვა და გაიკეთებენ. ამის არჩევა არის, უნდა იფიქრო, როგორი გააკეთო. უნდა იცოდე კონტაქტები გქონდეს. თანაი კარტოფილი ხო? ხო, ანუ არა მარტო ხო, ნებისმიერი სიდიდის და ფორმის არ უნდა იყოს რაღაცა. არა მარტო, ანუ შენ მე მაგალითად ის რაც გავაკეთე, ის ჩვეულებრივ პატარა კარტოფილში გავაკეთე. პატარა კარტოფილში გავაკეთე და მე ანუ აქ რო გავაკეთეთ უკვე რომ აცივარი და ესეთი რაღაცები რო შემოვიტანეთ, ყველაფერი ადგილები მოვიძიეთ, ელიავაზე ვირბინეთ და ჩვენით რაღაცეები ვაყენეთ. ყველაფერში გამოჩნდა რომ აი ეს სადეთ, ეს უკეთესი არის და საბოლოო ჯამში მივედით იმ მენიუმდე ეხლა რაც გვაქვს. მაგრამ ჩვენი ყველაზე ისეთი ამაყები ვართ, იმიტომ რომ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ fully customizable sandwiches და potatoes რა. პირველი იყო კარტოფილი. პირველი იყო კარტოფილი, კი. ნახე, ჩემთვის ეხა იდეაში სხვადასხვა ტიპია. აქეთ სენდვიჩები არის თან, აი ეს პური მე ძალიან მაგრამ მიყვარს. იტალიური პური არ არის ეს? იტალიური პური, ფოკაჩათი აკეთებ სენდვიჩებს. იტალიური რეცეპტი თუ აწყობ სხვათა შორის პურს, აქ წდება პური. და იტალიური რეცეპტი რო ახსენე, ინგრედიენტებიც რომელი იმპორტირებული ფქვილი არის, დიახ, იტალიური. მომწოდებელი ყავს იტალიური ფულის ნაპოვნი, ანუ მე როგორც ვთქვი, ხო? და დანარჩენში დგინით შემადგენლობა რაც არის ეს პროშუტოები და რაღაცები რაც გაქვს. ეგეც მაგის მომწოდებელი. შემადგენლობაც კონკრეტული მომწოდებელი არ ყავს ხა იტალიური, მაგრამ საქართველოშიც იყიდება იტალიური ყველი მაგალითად, იტალიური ძეხვი და ანუ ამ ძეხვებს ვიყენებ და იმპორტირებული ლაპარაკი და არა ადგილზე წარმოებული. ხო, ანუ ადგილზე წარმოებული არ არის, მაგრამ თუნდაც ადგილზე წარმოებულიც რაც არის დაუშვათ, აი მოცარელა, ესეთი რაღაცები ხო მკეთდება, მაგრამ არის რაღაც ყველები, რასაც ვიყენებთ, რაც აქ ხო აქ არის გაკეთებული სულგუნი მაგალითად ქართულ ყველსაც ვიყენებთ ერთ რესტორანშიც და მეორეშიც ჩიზის მიქსში ვიყენებთ და ზოგადად საქართველოში დამზადებული პროდუქტი უფრო გემრიელია ყველა ვარიანტში რა ვიცი გეთანხმები ყველა სხვა მე მირჩევნია ყოველ შემთხვევაში რა აი პირველი ჩაუშვით ეს პირველი ჩაეშვა კარტოფილის ქარხანა ამდენ ხანში მიაყოლეთ მეორე დაახლოებით ერთი თვის მანძილზე დაგჭირდა სანამ ვიზუალურად მოვაწყვეთ აქაურობა იმ ესთეტიკურობაზე როგორც გვინდოდა რომ ყოფილიყო. სერიოზული შემართებით დაგიწყიათ. ეხლა იდეაში ორი სხვადასხვა ბიზნესია, კლასიკური გაგებით ორი სხვადასხვა ბიზნესი არის. კი. მენეჯმენტი ერთი ხართ. მენეჯმენტი ერთი არის, სამზარეულო ერთია. სამზარეულო ერთია.
ხო და აი რისი გათვალისწინებით გადმოხვედით სენდვიჩებზე კარტოფილიდან. ანუ რამე შემავსებლებია ერთი და იგივე პროდუქტით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან თუ ანუ რატო სენდვიჩი და კარტოფილი, ხო? ნუ ამან რასაც გეკითხები, ანუ მესმის. როგორ დააკა თუ უბრალოდ ესეც მოგწონდა და ისიც და მაგიტომ მოხდა თუ როგორ არის აი გამბავი? ბევრმა რაღაცამ განაპირობა პირველ რიგში ეგ რომ ადგილმდებარეობა ჩვენ სადაც ვართ ახლა ჩვენ ვართ ვეკუას 3 ნომერში ბაზარი ორბელიანზე და იმ ადგილას სადაც ჩვენ პირველი კარტოფილის ქარხანა გავაკეთეთ, ნუ გარშემო რეალურად თქვენ შეთქმულათ თუ შეხედავ გარშემო რესტორნები მაინც იქით ხარეს არის და მინდოდა რომ რადგან ერთი გავაკეთეთ და მე სამზარეულო დიდი გქონდა, მოდი მეორეც გავაკეთოთ და რა გვყავს ზაფხულობით რავი იტალიაში დავდიოდით, ნუ მოგწონდა ეს პური და მოდი რატომაც არა გავაკეთოთ აქ. ავია, შემავსებლები ეს თქო და აღმოჩნდა ერთი მეორესთვის რომ იყოს ერთი ერთს მიიზიდავს მეორეს და ორი მეგობარი თუ მოვიდა ერთმა სენდვიჩი ჭამოს მეორემ კარტოფილი. ზუსტად. ნუ სწორი იდეა არის. ყველაზე დიდი გამოწვევა რა ქონდა დასაწყისში? ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ალბათ მენიუზე კონკრეტულად მუშაობა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი გემოვნება გააჩნია და აი მე იმდენად რადიკალურად განსხვავებული რაღაცა რეცეპტორები მაქვს, რომ მიყვარს რაღაცა ისეთი აი სავსე. უფრო უცხო და საერთო. და ანუ ხალხს რეალურად აქ როცა მოდი აი იმათ ჩემს პარტნიორებსაც უფრო ისეთი დამჯდარი და დაბალანსებული. ხო, ამიტომაც მივდიოდით იმ დონემდე, რომ აი, მოდი და ეს გავაკეთოთ, ეს გავაკეთეთ და ბოლოს აი ზუსტად მაგის შედეგიც იყო ერთ-ერთი, რომ საკუთარი მენიუს აწყობა შეგიძლია თავიდან ბოლომდე კარტოფილიდან დაწყებული. ეგ ფუნქციონალი გაქვს, ხო, რომ აი ვინმე რომ მოვა, შეუძლია თვითონ აწყოს რა უნდა რომ კონდეს. აი მარტო გამოცხარი კარტოფილიც ყოფილა რომ ბავშვებთან რომ მოდიან. ხო. ბავშვებთან ერთად რომ მოდიან ხოლმე, პატარა ბავშვები მხოლოდ გამოცხარ კარტოფილს ჭამდნენ და უმზადებთ ხოლმე და ისე ვატანთ. და ანუ აი თავიდან ბოლომდე როგორ აგიხსნა კარტოფილის შემდეგ რასაც გინდა ყველაფერს დაამატებ. თუ გინდა 100x ხო, ნუ რაც გაქვს იდეაში გააკეთებ და რაღაცა მონსტრს ააწყობ რა. ანუ ეგ არის სისტემან გვინდოდა რომ ხალხს მოსულიყო, რაც უნდა სწორი გააკეთებინათ. კარგი რაღაცა არის. ჩელენჯების გაკეთებას ვაპირებთ სხვათა შორის ახლა რაღაცებს. მართლა? ვინ უფრო დიდ კარტოფილს აწყობს თუ? ხო, აი რაღაცა აწყობს ვინც შეჭამს რა, რაღაც დროის განმავლობაში. ნუ მაგასაც რაღაცებს რო დაანონსებ დამიძახ ერთი ნოტა რა. მენიუები ახსენე რა, აი მენიუებზე რო ვაპარაკობ ხოლმე. შენ ახსენე რომ შენი გემოვნება გაქვს პარტნიორებს თავისი. ან საბოლოო ჯამში ამას თავი ვინ მოუყარა, ცალკე კონსულტანტი ყავდათ ვინმე, თქვათ, აი ხა ახალ ბიზნესსაც აიწყებინა, შეფი ყავთ კონსულტანტი თუ თავიდან ბოლომდე თქვენს გემოვნებაზე არის ეგ ყველაფერი გაკეთებული. ორი შეფი ყავს ამჟამად, რომლებიც წლებში მუშაობენ, ამ ორმა შეფმა იმუშავა მენიუზე საბოლოო ჯამში, რომ ისეთი ყოფილიყო, რომ ხალხისთვის მიგვეწოდებინა. იმიტომ რომ რადგან გამოცდილება არ ქონდა ამ სფეროში, მათმა უფრო იცოდნენ ისე, აი, არა მარტო მხოლოდ საჭმელი და გემოების დასმა და თუნდაც соуსი არის თუ პურის გავაცხობა არის, აი ესეთი დეტალები რო თავი დავანებოთ, ზოგადად სამზარეულოში რა ხდება, როდესაც ბიზნესი მუშაობს, აი ამაშიც კონკრეტულად საკუთარი თვალით ქონდათ ნანახი და რაღაცეები, ან ძალიან ისეთი კოლექტივი შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთს მივეხმარეთ, გავაგებინეთ მეგობრულად, ანუ ძალიან აი ერთი ოჯახი ვითვართ რა, ეგ არის ალბათ ყველაზე ძლიერი ფაქტორი. ეგ ძალიან ისეთი ამბავი, იმიტომ რომ როგორ იცი, საკმაოდ რთული ბიზნესი არის, თვითონ ყვების ბიზნესმე რაც გამიგია რა. რაღაც პატარა შეხება მქონდა ადრე და ყველაზე მინიმუმ სტანდარტები არსებობს მინიმუმ უსაფრთხოების. მაგასთან როგორ ხარ? ხო, აი ესეც პირველ აი ზუსტად როცა ვთქვი, რომ პირველ კვირაში გავაკეთეთ ამ ყველაფრის გეგმა თქო, ესეც ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომ ჩვენთვის აი ეს სტანდარტები უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც გვინახავს ყველაზე მაღალ რა ხარისხიან კომპანიაში. შენახვის სტანდარტი იქნება, ვადის ამბავი, კონტროლი. კიდე რა არის ხოლმე, თუნდაც ისიც ხო? მე როგორც ვიცი, თვითონ კარტოფილსაც ჭირდება შესაბამისი დამუშავება და გარესხვის მომენტი ისეთი, რომ ეხლა უბრალოდ რო წყალი გადავავლო, ეგრე არ არის მე მგონი, რა სპეციფიური რეცხვის სისტემა ექნება მე როგორც ვთქვი, ხო? რა თქმა უნდა, მოკლედ ჩვენი პროდუქტი ორივეგან, ერთი სამზარეულო გვაქვს ხო ახსენე, შეფები მოდიან ჩვენთან, ყოველდღიურად მზადდება ახალი პროდუქტები, მიზანპლასები ფრჩხილებში რო ვთქვათ. ორივე ობიექტისთვის, სადაც შემდეგ მოლარეებს შეუძლიათ კონკრეტულად მოხმარებლის თვალწინ ააწყონ ეს
საჭმელი და მიართვან მას. კარტოფილი კონკრეტულად შენ ხა კარტოფილს თუ შეეხი, კარტოფილი ყოველდღიურად დილით ირეცხება, იხეხება, სპეციალურ აპარატში გადის, რომ რადგან ხა იმ სფაჩი გამომცხარ კარტოფილში, ხო? კონკრეტულად კანის მირთმევად შეგიძლია და ეგ არის. მე მაგალითად პირველად რო ჭამე, ხა გაგიმხელეთ რაღაცას, პირველად რო ჭამე, აი ეს კარტოფილის ესენი ავიღე და როგორც აი ქართველი კაცი აჭარული ხაჭაპური ხო გიჭამია ესე რო გარედან აი ესე შიგნი ამოგირევია და მე პურის მაგივრად აი ეს კარტოფილის აი ძალიან მაგარი რამეა რა ერთხელ მაინც ისეთი ტექსტურა აქვს, ერთხელ მაინც უეჭველი უნდა გასინჯო. თან ქართველი ხალხი ვართ, კარტოფილი, ხორცი, ყველი, ყველაფერი მოგწონს, ამიტომ ერთი ოჯახური იშვიათი არის. მე პირადად აი სიმართლეს გეუბნები, საახლოებით მე-13 თვე სრულდება ეხლა რაც გავიხსენით და არ ყავს არც ერთი მოხმარებელი, რომელსაც რაიმე დისკომფორტი შექმნია ან აი რა უცნობს, რომ აი ეს ეჯობდა არა, ანუ აი ძალიან მაგარი. 3 თვე ვახსენე. საინტერესოა. 3 თვე ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისი არის იმისთვის, რომ რაღაც ტენდენციებს დააკვირდე და დაინახო, საით მიდიხარ. შენი განათლები როგორი არის? 1 წლის თავზე ეხლა რაც ხარ, იმაზე რამდენჯერ მეტი უნდა იყოს? 1 წლის თავზე მოკლედ გეტყვი ხა ჩემი გეგმა რა არის და როგორ ხედავ ამ ყველაფერს რა. ან გეგმა ერთია და მეორე ეს 3 თვე გაჩვენებს იმას, რომ ამ გეგმას მიყვები? კი, ანუ ნახე გეგმაც არის და გეტყვი მიზნად რა გვაქვს. მოკლედ პირველ რიგში ის მინდა რომ ხალხმა გაგვიცნოს, მართლა დააგემოვნოს, რომ თვითონ გაიგოს, ანუ მარტო ის კი არა რომ ჩვენ მარკეტინგი გავუკეთოთ და შევთავაზოთ ლამაზი სურათები ვაჩვენოთ, არა, თვითონ მოვიდეს და გასინჯოს რამდენად გემრიელ რაღაცებს ვამზადებთ რა. ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ აი, როდესაც ვიზრდებოდით, უყურებდით სხვა რესტორნებს, სხვა ისეთ ადგილებს, სადაც გვიყვარდა ყოფნა და არა მარტო ჭამა, გარემო მოგწონდა, იყო ისეთი რაღაცეები, რომ აი სულშეულებისგანაც მესმოდა, რომ აი აქ გააძვირეს და ეს გააფუჭეს და ესე გააკეთეს და ანუ ეგ თქვით, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ის, რომ ესეთი რაღაცა ხალხმა საერთოდ აზრადაც ვერ გაიგოს რა. ზუსტად ისეთი იქნება, ისეთ ბიუჯეტურ ფასში, როგორიც ეხლა არის, 1 წლის შემდეგაც და 2 წლის შემდეგაც რა. როდესაც გავიზრდებით უკვე და ესეც მიზანში შედის ის, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ვიქნებით, იმისთვის რომ მეტმა ხალხმა მაინტერესებდა, ანუ გაფართოებას წაპირებ. კი, ნამდვილად ჯერ თბილისში ვაპირებთ გაფართოებას, რამოდენიმე ადგილი გვაქვს მიზნად. აი, ეხა გადავიდეთ ყველაზე გემრიელ ნაწილზე რა. ხო, უნდა დავაგემოვნოთ ამდენივე ვილაპარაკეთ. ის მინდა, ერთი მინდა, აი ეს ნახე, ჩილი კონ კარნე. ჩილი კონ კარნე. მოკლედ შედის კარტოფილია, ყარაქი არის, ნიორი, ჩილი გვაქვს, ხორცი, ყველის მიქსი, ჰალაპენიო, ეს გამიგია იდეაში, რომ ძალიან კაია რა. ნუ ესენი არის ჩვენი მოხმარებლის საყვარელი სფაცები. და ამოდროულად შეგიძლია რომ შენი აწყო ყველაფერი ან თუნდაც კონკრეტული ინგრედიენტები გააორმაგო ან გაასამაგო. მოდი ეხა ახალი რო არ ავაწყო ჯერ ჩემით რა, თქვენ საზღავსინჯა უბრალოდ მინდა ხორცი მინდა ორმაგი, ყველი მინდა ორმაგი და ჰალაპენიოს, რაც ხარე მევასება მაგრად. ოკეი, არ არის პრობლემა. მე ახლა ჩვენ შევს ვეტყვი, გაგიმზადებს ამას და გელოდები და მე ვნახოთ. დააგემოვნე და შენი რეაქცია მაინტერესებს. აი, სხვათა შორის შენ ეგ არის თელი ნახე. შეგიძლია შენ თვითონ შეხედო როგორ მზადდება შენი კარტოფილი. რა სამობიო. ეს არ უნდა მეჭამა, ისე უნდა მოვსულიყავი აქამდე. ხო, ანუ პირობას მოგცემთ ნებისმიერს, რომ ამას რომ მოხვალთ ძალიან დიდი ხანი დანაყრებულები იქნება. და მეც ვერაფერს ვერ შეჭამ. ჩელენჯებიც აქედან გამომდინარე წამოვა. მაშინ უნდა ვივარჯიშო რა ჩელენჯებისთვის რა. მოკლედ მოყევი ხა შენ ორი სიტყვით. შენ გარდა იმისა, რომ თანადამფუძნებელი ხარ, მე ვიცი რომ მენეჯერი ხარ ორი ობიექტის და დილიდან საღამომდე აქ. მოდი ერთი სამუშაო დღე მოყევი, მოკლედ, ყველაზე დატვირთული სამუშაო დღე როგორი გაქვს რა? რასაკეთებ? აი მოხვედი რომელ საათზე იწყებ? როდის გადიხარ, რავი, შესყიდველზე დადიხარ თუ უბრალოდ მენეჯმენტს უყურებ თუ რასაკეთებ რა? ნუ, რამოდენიმე მეწილე ვართ, რამოდენიმე თანადამფუძნებელი, რომლებიც ამ საქმეს ვითავსებთ ესე გადანაწილებლად.
მოვდივართ მე კონკრეტულად რაც მეხება ეს არის ჩემი პროფესია არის მარკეტინგი და მარკეტინგის მენეჯერი ვარ, მუშაობ სოციალურ გვერდებზე, თუ რაიმე კონტრაქტი არის, ნუ გასაფორმებელი, რაღაცა იდეები არის, აი ესეთ რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე და ნუ წვრილმანებს ყოველდღიური აქ ყოფნა და თვალის, რადგან ახალი ბიზნესი არის, მაინც ისეთ შეიძლება რაღაცა გამოხდეს, რომ კომერცი დგომას უნდა ეხლა ნამდვილად რა და ამის გარდა ნუ რაღაცა პროცესი რაც ჩვენ გვაქვს ეს არის დილით ბაზარში წასვლა კონკრეტული პროდუქტ ახალი პროდუქტების მოტანა ყოველდღიური მზადება გვიწევს იმიტომ რომ ნუ იმ სტანდარტს ხელიდან არ უშვებთ რომ ახალი ფრეში პროდუქტი უნდა გქონდეს და მაქსიმალურად გემრიელი იყოს ყოველდღიურად რა ძალიან მაგარი მოკლედ ეხლა ერთი რაღაც მაინტერესებს კიდე რა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დაიწყე, ასე ვთქვათ, საკუთარი ბიზნესი. წარმატებებს გისურვებ პირველ რიგში. მადლობა. მაიცა სანამ გავაგრძელებ, ბიჭო რა, დაბადების ეს სანთელიაკლი, ტორტი არის, ნახე რა მაგარი რამე. ძალიან გემრიელია, უკვე ვატყობ. უბრალოდ მე რო ეხა ამის ჭამა დავიწყო, უფრო დიდხანს გაგრძელდება სიუჟეტი და მოდი შემდეგზე ჭამით არა მას შევჭამე просто ვერ გადავიღებ თორე მე მეორეს გადავიღებ რა ლაფოკაჩერიას გადავიღებ და გაჩვენებთ როგორ ვჭამ ძალიან მაგარი არის შეგერგოთ კემია და კუთხელი რეაქცია მინდა რომ შენგან მოვისმინო რომ ხა გასაგებია მე სუნა აი მოდი ჩანგალია იღებ ჩანგალი თუ კოზი გვაქვს ბიოდეგრადირებული ბიოდეგრადირებადი ჩანგალი ნამგალი და უგრო აჰა ბიჭო. ნოიცა როგორ სინჯავენ შეფები, მე მგონი კოზით ამოვიღო ჯობია. ნახოთ, მითხარი გემოებით თამაშობ. ყველა აბა თუ თამაშ, რა ნოტებზეა ერთრეებია. მოინა. მე ის პირველი კარგად ვერ გავიგე, მოინა თავიდან. რაღაც სასწაული რაღაც არის, ოღონდ მართლა არ ველოდი არ ხუმრობ. ყოჩაღ, წარმატებები და მართლა ბევრი უნდა იყოს ეს. რას ფიქრობ? აი ნახე, ჩვენთვის ცნობილი პროდუქტებით არის ახალი შექმნილი რა, ახალი ესეთი სახე კარტოფილი მე პირადად არ მიჭამია და ზოგადად კარტოფილი მართლა მიყვარს, ეხა ისედაც რა, შემწვარი კარტოფილის მუღამი ხო იცი რა. მაგაზე გავიზარდეთ, მაგრამ ეს არის რაღაც სხვა კარტოფილისგან რო არ ელოდები, ეგ ამბავია და ერთი სადილია, რავი, აი ძალიან მაგარია მართლა რა. ამას გავაგრძელებ მე. უბრალოდ საიდან მივყავდა ეხლა რა. მე მინდა ეხლა რომ შენ რჩევა მიცე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. შენი გამოცდილებიდან გამომდინარე და რჩევასთან ერთად ყველაზე დიდი გამოწვევა რა შეიძლება რომ გქონდეთ. ანუ თუნდაც რა გქონდა შენი ბიზნესის დაწყების დროს რა. მე მანთან გავაგრძელებ რა. გააგრძელე, მინდი შეგერგოს. მე ესე ვიტყვი მარტივად რა. აი ერთ დღეს როცა გაიღვიძებ და იმდენად დაალაგებ ყველაფერს და სურვილი გაგიშდება რომ რაღაცა გააკეთო, პირველ რიგში ის უნდა ქნა რომ გაერიო ისეთ სოციუმში, გარეთ რო გახვალ, ისეთი ადამიანის ზებნა დაიწყო, რომელიც ამაზრს გაიზიარებს რა. იმ სოციუმში იყო, რომელსაც ზუსტად იგივენაირი მიდრეკილება აქვს, აი ამ საქმის მიმართ და მონდომებულია და პასუხისმგებლობა გააჩნია. აი ესეთ ადამიანს ერთს მაინც თუ იპოვი შენს გვერდში, ფიქრობ, რომ ერთმანეთს მიიყვანთ იმ დონემდე, რომ რაღაც შედეგამდე გახვიდეთ. თავარია ცადო და რაც მეტი გამოცდილება გექნება კონკრეტული მცდელობის დროს დააგროვებ, მე უფრო გაგიმარტივდება და გაგიმარტივდება ყველაფერი. აი, ყველაზე რთული რა იყო რა, რატო გეკითხები ახლა ეგეთი ტრადიციული კითხვა გვაქვს რა, ორი ძირითადი პირველი რაც კითხე რომ აგინდა რომ გამოსულიყავი და მეორე არის რომ კითხვა რა უფრო სწორად მოწოდება რჩევა როგორც შეიძლება რომ დაალაგდეს, ვინმე შენ ასაკშენ ცოტა უფრო ახალგაზრდა დღეს თუ აპირებს საკუთარი ბიზნესის დაწყებას, რას უნდა ელოდებოდეს ყველაზე რთულს, რომ ის სირთულე მისთვის თუ ოკეია, მაშინ დაიწყოს, თუ არა და მოდი წინასწარ იცოდეს. რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა შენთვის? აი ხო ანუ ამ კითხვას რეალურად ჩემი პასუხი რაღაცნაირად სცემს კიდეც რა პასუხს იმიტომ რომ ყველაზე რთული არის ისეთი სოციუმში მოხვედრა რომელიც შენს თანამოაზრეების პოვნას ხო თანამოაზრეების და ისეთი ადამიანები რომლებიც საქმეს გაგაკეთებინებენ რა შენ სულ არ გინდოდეს არ მოგცემენ საშუალებას რომ ერთ ადგილას იტრიალოს სტიმული უნდა იყვნენ ზუსტად დიახ ასე ანუ შენი მთავარი ის არის რომ ჯობია მარტო კი არა, ამ შემთხვევაში შენი ის არის რომ მოდი ერთად ისეთ ხალხი იპოვო, ვისთან ერთადაც
კარგად გააკეთებ რამეს. ზუსტად. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და გემრიელი შეხვედრა გამოვიდა, წარმატებებს გისურვებ და მადლობა. არაერთხელ გესტუმრებით რა. თქვენც ასე. ბედნიერად, აბა.